მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. შესაბამისი განცხადება გააკეთეს პროკურატურაში, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასო ნათქვამია განცხადებაში. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ამბობს პროკურატურა რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით აირჩია პოლიტიკა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთო პროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ. ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციის მისაწოდებლად, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. იქ ასევე აღნიშნულია, გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებსო, ნათქვამია ამ განცხადებაში. 2024 წლის ოქტომბერში ამბობს პროკურატურა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ თითოეულ არჩევნების გაყალბების საბაბით ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ. გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით ასევე ვიდეო მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, ხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონს საწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და რეჟიმის ჩამოშლისკენ. მოკლედ, ეს არის ძირითადად ის საკითხები, რის გამოც აი ასეთი მძიმე ბრალდებები წაუყენეს ოპოზიციურ ლიდერებს, ვინც ციხეში დარჩებიან, ვინც გარეთ არის, მათთვის ჯერ გირაოს მოითხოვე. ასეთია პროკურატურის პოზიცია. ლევან სანიკიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა ლევან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში როგორია თქვენი პარტიის პოზიცია ამ პროკურატურის ამ განცხადებასთან დაკავშირებით? დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, ივანიშვილის რეჟიმის აი ამ ჭანჭიკებისგან არის ძალიან მარტივად გასაგები სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმიდან უკვე ყარდება სრულფასოვანი დიქტატურა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არც ამჯერად გამორჩენიათ და მას კიდე დამატებით ახალი ბრალი აღუძრეს. უკვე მოსაზრების გამოხატვისთვის იჭერენ აქ პოლიტიკურ ლიდერებს და Facebook პოსტებისთვის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე შეკითხვა არის, რომელზეც პასუხი იქნება გასაცემი, მაგალითად ვინ არიან ის მტრული სახელმწიფოები, რომელთა მიმართაც აგენტურულ საქმიანობაში ედებათ პოლიტიკოსებს ბრალი, იმიტომ რომ მე აქამდე ესე ვიცოდი და მგონი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრის, რომ რუსეთია ხო ამ ქვეყნის მტერი. მაშინ ქართულმა ოცნებამ დაასახელოს ის სახელმწიფოები, ვისაც უთანაბრებს რუსეთს.
იმიტომ რომ ხომდა იცოდეს პირმა ვის მიმართ აგენტურულ საქმიანობაში ცედება ბრალი. ეს ერთი. ამ თემაზე მოდი ლევან, მაგრამ აქვე გიპასუხებ პაში რომ ამ თემაზე ირაკლი ხადაგიშვილმა გააკეთა კომენტარი და თქვა რომ ესეთი რამ იქ არ ყოფილაო, ანუ შესაბამისად ასე არ უნდა გავიგოთო რა ამ პროკურატურის ნათქვამი, იმიტომ რომ იქ მტრულ სახელმწიფოზე კი არის საუბარიო, მტრულ საქმიანობაზე არის საუბარიო, სხვადასხვა სახელმწიფოების მისამართითო. ნუ ეს იყო ძირითადი გზავნილი. ეხლა ვიპოვი და წავიკითხავ ციტატას. გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ. საუბარია იმაზე რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ მოვლენების პირდაპირ ეთერში მე არ ვიცი მან რა დაინახა, მაგრამ ჩვენ რა დავინახეთ ამ ქვეყანამ რაც დაინახა ეს ფაქტია უკვე ჩემი აზრით და ამავე დროს მე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე რომ უცხოელებთან და ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობა გახდა კრიმინალიზებული. ასევე მე მინდა ჩვენ ძვირფას თანამოქალაქეებს დაუსვა რიტორიკული შეკითხვა. როდიდან გახდა ქართული სახელმწიფო ქართული ოცნების ტოლობის ნიშნის ქვეშ? ქართული ოცნების საწინააღმდეგო ქმედება რატომ არის ქართული სახელმწიფოს მიმართ საწინააღმდეგო ქმედება? ამ დონეზე დავიდა საქართველოს, რომ საქართველოს უდრის ბიძინა ივანიშვილს. ანუ კაცმა თქვა, რომ 300 კაცის სანქცირებაზეა საუბარი, ხო? ეს ხალხი რატოა ქართული სახელმწიფო ვინმე მომიხსნას? აი ნებისმიერი კოცი, ვინც დასანქცირდა, რატომ არის ქართული სახელმწიფო? ხელისუფლება, რომელსაც უკანონოდ აქვს მიტაცებული ძალაუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ. ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების რამდენიმე ნაბიჯია გადასარგმელი. პირველი ხაზი არის ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური ლიდერები. მათ დაინახეს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმებას დიდი შედეგი მაინც და მაინც არ მოყვებოდა ფორმალური თვალსაზრისით მიღმა. ამიტომ საქართველოში მოდი ღიად ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მთავარი მამოძრავებელი არიან მათი ლიდერები, ხო? 1, 2, 3 ან 4 ლიდერი სხვადასხვა პარტიაში. ამ ლიდერების ნეიტრალიზაცია სურთ ბევრად უფრო დიდი ხნით, რომ მათ ვერ ნახონ მზის შუქი, ეს ერთი. და ანუ პოლიტიკური ნაწილის გარღვევა, ამას მოყვება თავისუფალი მედიის შეზღუდვა, თავისუფალი უნივერსიტეტების შეზღუდვა, აუცილებლად ბიზნესის იმ ნაწილის, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ კონტროლებენ და შეიძლება აქა-იქ რაღაცა ივანიშვილის საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მათი შეზღუდვა, ქუჩის პროტესტის ბოლომდე მოგუდვა და ამ ქვეყანაში იქნება სრულფასოვანი დიქტატურა. ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პირველი ხაზი გადის პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე და ამავე დროს რა თქმა უნდა სამოქალაქო ორგანიზაციებზე და იმ ხალხზე, ვინც რუსთაველის გამზირზე თავს წირავს ამ ქვეყნისთვის. შესაბამისად, დღეს რაც დავინახეთ არის ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მიდის გამწვავებისკენ, ივანიშვილის ხელისუფლება მიდის ავტორიტარიზმიდან დიქტატურის შენებობისკენ. ამის გამოსავალი რა შეიძლება იყოს? მე ზუსტად იმას ვხედავ, რასაც აქამდე ვხედავდი. თუ არ მოხდება გამსხვილება, თუ არ მოხდება რიგ საკითხებზე მორიგება, თუ არ მოხდება ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და პლუს მედიის, მე ხაზი ვუსვამ ამას, იმიტომ რომ თავისუფალი მედიის შეზღუდვა გარდაუვალი გახდება, თუ წინამდებარე ორი სეგმენტი გაანადგურა ივანიშვილმა. აი ამ სამი ჯგუფის მნიშვნელოვნად შეკავშირებით და საერთო წინააღმდეგობის პლატფორმის პოვნით, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი ყურადღების ქვეშ მოვექცევით ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიმართ, იმიტომ რომ მარტივად არის საქმე. მათთან ურთიერთობის გამოიჭერენ უკვე ხალხს. რომ ანუ როგორ გაბედა ვიღაცამ და უცხოელ დიპლომატს ან მაღალჩინოსანს უთხრა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას აქცევს. აი ამის გამო ადამიანებს უშვებენ ციხეში. აი როგორ ფიქრობთ, რაში დაჭირდა კიდე ასე გამწვავება? ანუ არის თუ არა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის პასუხი მაგალითად ევროკავშირის ამ საკმაოდ კრიტიკულ ანგარიშზე, რომელიც გამოაქვეყნა ევროკავშირმა. ანუ ივანიშვილი ბოლო დროს ივანიშვილი სულ ასეთ ტაქტიკით მოქმედებს დასავლეთთან დაკავშირებით, რომ რაც მეც მომაწვევით, მე უფრო უარესად მოვიქცევი აქ. ანუ უნდა რომ დასავლეთს გააგებინოს, რომ ჩემზე ზეწოლა არ მოქმედებს. ამიტომ ჯობია ტკვილა დამელაპარაკეთ. ამიტომ დიახ, ზუსტად ივანიშვილი არის მიჩვეული რაც, რომ ხელოვნურად ქმნის პოლიტიკურ ბეზის, ხან ჩამოდიოდა ამერიკიდან წარმომადგენელი, ხან ჩამოდიოდა დანიელსონი, ხან ჩამოდიოდა შარლ-მიშელი, როდესაც არჩევნები გააყალბა 2024 წელს მაკრონის ზარი მიიღო. ანუ მასთან ყოველი კრიზისის გამწვავების დროს დასავლეთი გამოდიოდა კონტაქტზე, რომ ივანიშვილი შეეწყვიტა ამ ქვეყნის დასავლეთისთვის მოწყვეტა და სანაცვლოდ ბიზნეს რაღაცა გამოევაჭრა. ხო, ამას ცდილობდა.
ეხლა არის ვითარებაში, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ის იმდენად მარგინალური გახდა, რომ მასთან დასავლეთის სავაჭროდაც არ ჩნდება. მან მე ორ მნიშვნელოვან ფაქტს გავუსვამდი ხას, ერთი არის დიახ ევროკომისიის განცხადება და ანგარიში, მაგრამ ამავე დროს არ უნდა გამოგჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელიც კონგრესმენებმა გაუგზავნეს ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. ივანიშვილისთვის სწორება ევროპაზე მეტად ამ წუთას არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის დოქტრინა, რომლის გატარებასაც ის ცდილობდა, ფაქტობრივად გუშინ ამ წერილით ჩამოიშალა. ამიტომ ივანიშვილი წავიდა გამწვავებაზე, რომ თქვენ თუ გონიათ, რომ საქართველოს უკვე ბელარუსია, ჯერ შორს არის ბიჭებო, ჯერ ოპოზიცია არის დასაჭერი, მედიაა დასახური, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები დასახურები არიან, თან გასალახები არიან. ამიტომ ივანიშვილი მიდის გამწვავებაზე, ერთი ხელით ამყარებს დიქტატურას და მეორე ხელით ცდილობს, რომ ამ დიქტატურის დამყარების მცდელობის შეჩერებისთვის იქნებ მიიღოს სამი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დასავლეთისგან. ახლა ბიძინა პარტია როგორც ცდილობს ვაჭრობას, ითხოვს სამ რამეს. ერთი არის, რომ 2028 წლამდე არ უნდა იყოს არჩევნები, ეს უნდა ივანიშვილს. მეორე უნდა რომ აღიარონ მისი ხელისუფლება და მესამე არის, რომ სანქციები აღარ დაუწესონ და რაც დაუწესდა მოუხსნა. ხო და რამდენად შეიძლება მან მიიღოს ამ ტაქტიკით შედეგი? ჩვენ ნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მაგალითად ლუკაშენკომ მიიღო რაღაც შედეგი ამით, რომ ტრამპს დათანხმდა ბრძოლების გამოშვებას და ტრამპმა მადლობას გადაუხადა, რაღაც სანქციები მოუხსნეს და შეიძლება იმაშვილსაც იმედი აქვს, რომ იგივე გააკეთებენ მის ვართ, რაც მეტ ბრძოლას აიყვანს, მეტი ექნება სავაჭრო მერე. ივანიშვილი ჩემი ღრმარწმენით არის ლუკაშენკოს ამ პრეცედენტით შეპყრობილი, ის თulis რომ თუ კი სახელმწიფო რომლის ტერიტორიიდანაც სამხედრო მოქმედებები ხორციელდებოდა უკრაინის საწინააღმდეგო და სახელმწიფო სადაც დახვრეტილი ყავთ მომიტინგეები და მოკლული ყავთ დემონსტრანტები, თუ ამ სახელმწიფოსთან შეიძლება ვინმე ვაჭრობდეს, რატომ არ შეიძლება ივაჭრონ ჩემთან? უბრალოდ ივანიშვილს ერთი რამე არ ესმის. ლუკაშენკო დიდი ხნის წინაც ლუკაშენკო იყო დასავლეთისთვის. არასდროს ბელარუსი არ ყოფილა ახლოს ევროკავშირთან, არც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჰქონდა, არც უიზო მიმოსვლით სარგებლობს და რუსეთის ყმა ეს სახელმწიფო 2012 წლამდე არ იყო და შესაბამისად ივანიშვილის მდგომარეობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. მით უმეტეს უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამერიკის და დასავლეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით ძალიან იზრდება. მე ხაზს გავუსვამდი იმ ფაქტსაც, რომ ბატონი ამერიკის 47 პრეზიდენტის პირად წარმომადგენელი, მისი ვაჟი, სომხეთში ნოემბრის ბოლოს ჩამოდის ვიზიტით, სამხრეთ კავკასიის და სომხეთ აზერბაიჯანის უსაფრთხოების საკითხის უზრუნველსაყოფად. და ამ ვითარებაში ივანიშვილის მხრიდან გამწვავება შეიძლება ჩემი აზრით ორ რამეს მიუთითებდეს. ერთი რომ კი ერთი ხელით ამყარებს დიქტატურას და მეორე ხელით დასავლეთსაც ანიშნებს, რომ აქ მე ვარ თავარი, მე მაქვს ძალაუფლება, ხალხი ვეღარ მიწევს წინააღმდეგობას და თუ ვაჭრობა გინდათ, ისევ ჩემთან უნდა ივაჭროთ. მე მგონია რომ ორივეს ერთად აკეთებს. ხო და რატო არ გამოიღებს ეს შედეგს, როგორ ფიქრობ? ჩემი ღრმარწმენით ივანიშვილს აქვს გადალახული კრიტიკული ნაწილი, რაც მას განასხვავებს ლუკაშენკოსგან, იმიტომ რომ შეიძლება ივანიშვილი გავს ლუკაშენკოს და კადიროვს, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ არ არის ბელარუსი. ანუ ამ ქვეყანაში უმრავლესობა არის ივანიშვილის მოწინააღმდეგე, კუჩის პროტესტი ჯერ კიდევ არსებობს და მე ლუკაშენკოსთან მიმართებაში რა თქმა უნდა სანქციებმა მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა, მაგრამ ბელარუსმა გააგრძელა ჩვეულებრივად არსებობა და საქართველოში, როდესაც ივანიშვილს ეშინია უვიზო მიმოსვლის შეჩერების, საბანკო სისტემიდან ეს ქვეყანა მზად არის, რომ სვიფტი და გაიწიოს, აი ბელარუსი მზად იყო, საქართველოს მზად არ არის. და ივანიშვილს რუსეთთან მიმართებაში აქვს კონკრეტული ფუნქცია მინიჭებული. საქართველოს არის დიდი შავი ფულის სამრეცხაო სივრცე. და თუ ამ ფუნქციას კარგავს საქართველოს, რუსეთისთვისაც კი ახლა იმპერიალისტური ძრახობით საქართველოს აუცილებელი ნაწილი არის სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოსაყვანებლად, მაგრამ პირველ რიგში არის სანქციების გვერდის არიდებისთვის, მეორე არის ის, რომ შავი ფული უნდა გაირეცხოს ასე შემდეგ. მე არ მგონია, რომ დასავლეთი იმ კონდიციაში იყოს, რომ ივანიშვილთან ეს ვაჭრობა დაეწყოთ, და რომ ბევრად უფრო მარტივ ვითარებაში დაიწყებდა დასავლეთი ვაჭრობას. როდესაც არ იყო ესე დამძიმებული ვითარება და ივანიშვილს აქვს განცდა, რომ რაც უფრო მეტად დაამძიმებს, უფრო მეტი შეიძლება გავავაჭროს დასავლეთს. და აქედან გამოსავალი ერთადერთია, თუ
თუ ჩვენ არ ვაჩვენეთ მეტი კონსოლიდაცია, დასავლეთსაც არ ვაჩვენეთ, რომ არის ალტერნატივა ოპოზიციური პარტიების მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, საზოგადოების სოლიდარობის ხარისხი თუ არ გაიზარდა, ივანიშვილის შეიძლება მოვიდეს კისრულეში. მეორეჯერ ახსენეთ ერთიანობა, მაგრამ ამავე დროს ნაციონალურმა მოძრაობამ მაგალითად იყო პირველი ერთ-ერთი, რომელმაც დატოვა სალომე ზურაბიშვილთან რაღაც ფორმატი, როცა არსებობდა. მერე შეიქმნა 8 პარტიის გაერთიანება, ეს ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად აღარ არის იმ 8 პარტიაში. თან ერთიანობაზე საუბრობთ, თან ყველა ფორმატიდან გამოხვედით და ეს რანაირად. მე ესეთ რაღაცას ვიტყოდი, უშუალოდ რისი მონაწილეც და შემსწრეც ვიყავი, ნებისმიერი ფორმატი სადაც მუდმივი დესტრუქცია, ანუ ფორმატი, რომლის მთავარი მიზანი შეიძლება გამოხატულად, რა თქმა უნდა, ესეც იყო, არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებდა ნაციონალური მოძრაობისთვის იდაყვის ჩართმასაც, მე არ მგონია, რომ იყო სწორი, იმიტომ რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჰქონდა ის დამოკიდებულება, რომ ეს არის მისთვის მეორეხარისხოვანი პოლიტიკური პარტნიორი, ანუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტნიორს აყენებდა სხვა ვითარებაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ ვერ გადააბიჯა სამწუხაროდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა იმ პერსონალურ ზიზმს, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქონდა. და ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ფორმატში შესულით იმდენ რამეს გადააბიჯა, იმდენ რამეზე თქვა უარი, რაზეც სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ჩემი აზრით არ გაითვალისწინეს ის ასპექტები, რომელიც ამას მოიცავდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ თავიდან არ უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ არა იგივე მოხდა იმ რუიანშიც, ხო? ახლა რუიანში არ იყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ იქაც რუიანის დატოვეთ, ასე ვთქვა. ანუ რა თავიდან უნდა მოხდეს ერთიანობა, ანუ რას გულისხმობს ნაციონალური მოძრაობა ერთიანობაში? ხო არ გულისხმობთ იმას, რომ მანდამაჟ თქვენი ლიდერობით უნდა იყოს ეს ერთიანობა, თორე ნუ სხვანაირად ახლა. მე ესეთ რაღაცას უყურებ, ნებისმიერი ერთიანობის მთავარი მიზანი უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი მასების ჩართვა, რაც გულისხმობს რას, რომ რუსთაველის გამზირზე ვისაც იჭერენ, ის ხალხი, რომელსაც აქვს ცოდნა, გამოცდილება, სულისკვეთება, ბრძოლის უნარიანობა, ამ ხალხის შეკავშირება უნდა მოხდეს პირველ რიგში, მეორე, იმ ძალების, რომელთა მთავარი მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იდაყვების ჩარტყმისთვის დრო არჩებათ, ეს უნდა იყოს და მესამე უნდა იყოს აი იმ რაღაცა სინერგიის შექმნა უცხოეთისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ უცხოელი პარტნიორები ხშირად ამბობენ, რომ ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა უნდა ჩანდეს. ახლა ძალიან რთულია ასეთი ავტორიტარიზმის და გარდამავალი დიქტატურის პირობებში რაიმე სახის პოლიტიკურ ალტერნატივაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ რაღაც ნაწილი მაინც ოპოზიციის არის თავისუფლებაზე, მგონია რომ ის პერსონალური განსხვავებები, ურთიერთდამოკიდებულებები, შეცდომები, ხშირად ერთმანეთისთვის პერსონალური შეურაცხყოფის მიყენება რიგ საკითხებში უნდა გადაიდოს გვერდზე, მაგრამ ეს ამავე დროს არ გულისხმობს, რომ ყველაფერი დავიწყებას უნდა მიეცეს, ან ახლა შემდეგ ბრძოლაში რაც მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები არ იქნეს მიღებული. კი ბატონო, ნახოთ ეს ერთიანობას სულ არის საუბარი, მაგრამ არ გამოდის, ნუ ბევრი მიზეზის გამო. ძალიან ცუდია, რომ არ გამოდის. ხო, ანუ ვიღაცა რაღაცები ალბათ ყველამ უნდა დათმოს, ხო? თავისი ნაციონალურ მოძრაობას უნდა დათმოს რაღაც თავისი ამბიციები, ალბათ და სხვაებაც უნდა დათმოს. სხვანაირად არ გამოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ წინას აარჩევნოთ, ანუ ნახეთ, წინას აარჩევნოთ განაცხადა ეს დარჩა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელმაც თქვა, რომ მზად იყო უალტერნატივო საერთო სიისთვისაც კი, სადაც თმობდა სახელს, ნომერს, ყველაფერს. ამის შემდეგაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგა ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობისთვის, ასევე მის ფორმატში ვიყავით უაპელაციოდ იქამდე სანამ არ დავინახეთ, რომ ფორმატმა დაკარგა რელევანტურობა. რუიანის ფორმატი სანამ რუიანის ფორმატმა თავის დანიშნულება შეასრულა, რუიანის ფორმატის მიზანი იყო ეგრეთ წოდებული არჩევნების ბოიკოტის სრულყოფილი მიყვანა. 800,000 კაცი ოპოზიციონერი არ მივიდა ამ არჩევნებს. შესაბამისად, იმ რუიანმა შეასრულა თავისი მიზანი. მაგრამ მე აღარ ვსაუბრობ ფორმალურ ეგრეთ წოდებულ საბრიფინგე გაერთიანებაზე. სადაც ბრიფინგზე ვიკრიბებით და მე ერთი კვირაში ერთხელ ვხვდებით, საერთო ჩატში ვარ და ამის მერე აღარ არის თანაკვეთა. ან ყველა თავის პარტიულ ცხოვრებას ეწევა. ივანიშვილმა მარტივი რამე გააკეთა. ოპოზიცია ვერ ერთიანდება გარეთ, მაგრამ ოპოზიცია გაერთიანა რუსთავის ციხეში და სანამ ამ დამოკიდებულებით უნდა ვიყოთ, რომ რუსთავის ციხეში გაერთიანება და საკნებში გაერთიანება ხდება და ოფისებში ვერ ერთიანდებით. არ ვიცი, მე მგონია, რომ ეს ამ სახელმწიფოსთანაც ძალიან
კი ბატონო, კიდევ ერთი თემა. სერიოზულად ვიქცევით. კიდევ ერთი თემა, რომელიც მას უკავშირდება, ხა იგივე როცა ერთიანობაზე საუბრობთ, თქვენი პარტიის ლიდერმა ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ბატონმა სააკაშვილმა გამოაქვეყნა წინა დღეს წერილი, სადაც იხსენებდა როგორ რაღაცა ივანიშვილის დავალებით ამ პარტიების რაღაც ნაწილმა ჯერ გირჩმა, მერე ევროპულმა საქართველომ როგორ დატოვა, მერე ახლებს ამ პარტიას კოალიციას ცვლილებებისთვის მიდგა და გაიხსენა რომ ამ არჩევნებზე გილაურის ფულით აპირებდნენ მოგებას და რანაირად ხდებოდა ეს ფაქტობრივად ოცნებასთან კავშირში ამხილა ისინი და ამ ფონზე რა ვიცი რა ან ეს წერილას ემსახურებოდა ან ერთიანობა როგორ გამოვა ამ ფონზე მე ეს შევხედავდი რა თქმა უნდა სულისკვეთება ამ წერილის ბოლოსაც არის ასახული რომ უნდა გავერთიანდეთ მაგრამ ამ წერილის მთავარი შინაარსი იყო რომ სხვადასხვა პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი იყო ოპოზიციის ფრაგმენტაცია და უშუალოდ ნაციონალური მოძრაობისთვის დამატებითი ხინჯების შექმნა. მე ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას გაგაცნობ, მე მიმაჩნია რომ ეს თუ საქმელი იყო ჯობდა, მანამდე ყოფილიყო თუნდაც 1 წლის წინ ნათქვამი, იმიტომ რომ მგონია რომ ახლა ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ რომ ბევრად მეც უნდა ვსაუბრობდეთ რა გვაერთიანებს, ვიდრე რა გვყოფს. შეიძლება ეს ერთხელ ითქვა, ეს შეიძლება პარტიულ დონეზე და შეთანხმების დროს ან საერთო კოორდინაციის ან გაერთიანების დროს სხვანაირად იქნეს განხილული, მათ შორის შიდა ფორმატში და არა გარეთ, მაგრამ მიმაჩნია რომ ეხა ისეთ ვითარებაში არის ქართული სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ იმაზე საუბარი, მე პირადად ამაზე ვარ მოტივირებული, რომ ოპოზიციის განსხვავებებზე მეტად ძველ წყენებზე, ეგოების თამაშზე სხვადასხვა ხედვებზე, სხვადასხვა გზებზე საუბრის მაგივრად, თუ ერთიან ხედვაზე არ ვისაუბრებთ, ივანიშვილი ცალ-ცალკე სულ ყველას მოერევა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა. და მოდი მაშინ ან ცალ-ცალკე. ბოლოს ასეთ კითხვას დაგისვამ, რა უშლის დღეს შენი აზრით ამ ერთიანობას ხელს? უშლის თუ უშლიდა? უშლის დღესაც არ არის ერთიანობა, ხო? მე მგონია რომ სიტუაციის არასწორი აღქმა ბევრი ვერ აღიქვამს ისე დრამატულად ვითარებას რომელიც ქვეყანაშია იმიტომ რომ არ უნდა მოგივიდეს კაცი იმის სახელი რომ ვერ გამოვა ბელარუსი და ვერ გამოვა ჩეჩნია გამოიყვანს თუ მიუშვებ ყველაფერსაც გამოიყვანს ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გამოიყვანს თუ მიუშვებ ანუ ერთი არის სიტუაციის არასრული და არასწორი აღქმა მეორე ეს არის ისევ რაღაცა შემორჩენილი ეგოების თამაშები, ოღონდ ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვნად შემცირებულია ეს ფაქტორი და მესამე არის ობიექტური გარემოება, რომ პარტიათა ლიდერების უმრავლესობა არ არის თავისუფლებაზე და შესაბამისად, როდესაც პოლიტიკური საქმიანობა ადამიანებს ასე აქვთ შეზღუდული და მე ესე მგონია, რომ ის ხალხი, ვისაც დღეს წაუკითხე საბრალდებო დასკვნა კიდევ ერთი ყველა მათგანი რომ იყოს თავისუფლებაზე, ბევრად უფრო მეტი შანსი იქნებოდა, რომ ეს ერთიანობა უკვე შემდგარიყო. მაგრამ როდესაც აი ესეთ მძიმე ვითარებაში ვარდებიან პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური გუნდები, რომ მათი ლიდერები ერთი მეორეს მიყოლებით არიან ციხეში, ეს ობიექტურად ქმნის პრობლემებს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ციხიდან იქნება თუ ვინც თავისუფლებაზეა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთად მოვიყაროთ თავი. ამის შემდეგ, როდესაც შედეგს დავდებთ, მერე ვისაც მოუნდება, როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ ამასობაში ივანიშვილს, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ აქვს ძალაუფლება, ამ ვითარებას ძალიან სწორად იყენებს სათავისოდ. ხო, პარტიების აკრძალვა რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება? მე მიმაჩნია, რომ პარტიების აკრძალვა ეს არის მხოლოდ ფორმალური საკითხი, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ეს იქნება ძალიან დრამატული ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან გადადგმული დიქტატურის დასამყარებლად და ძალიან სერიოზულ ზიანს მიიღებს და ეს კიდევ ერთ პრობლემას შეუქმნის, თუმდაც მის მოლაპარაკების მაგიდასთან აღმოჩენას, მაგრამ ამავე დროს მე მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, რომ როდესაც ის პოლიტიკური ძალები, რომლითაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს, რომელთა ლიდერებისაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს, თუ კი დარჩებიან აი ასეთ ფორმალური სტრუქტურების და წესდების გარეშე, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან იმ სულისკვეთებით რაც გვაქვს, დავიწყოთ ბრძოლა. უბრალოდ გავაგზავნოთ, დავიწყოთ ახალი ფორმატით, თორე ადამიანებით წლებია უკვე ციხეში სხედან. გასაგებია, მადლობა დიდი, ლევან სანიკიძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ კოალიციას ცვლილებისთვის წევრი ივა ჭყონია იქნება ჩვენი სტუმარი.
ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ბრალდებით შეცვლისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. სულ რამდენიმე ხნის წინ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ამ ამბავს და დაწერა რუსული სახელმძღვანელო საქმეში გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. ეს არის ქართული ოცნების პასუხი ევროკავშირის ანგარიშზე. არ გვაინტერესებსო დაწერა მან. ივა ჭყონია იქნება ჩვენი სტუმარი კოალიციას ცვლილებებისთვის წარმომადგენელი. მოგესალმებით, იბა. მოგესალმებით, მადლობა. ხო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნუ თქვენი პარტიის სამი ლიდერის ციხეშია თუ 4 კოალიციის ასე ვთქვათ. ლიდერი ციხეშია, მელია, გვარამია, ხოშტარია და რა ქვია, ხო, ზურა გილჩი ჯაფარიძე. ეს არიქმარა, რამდენიმე თვიანი ციხე აქვს და ეხა შეიძლება რამდენიმე თვეში ვერ გამოვიდნენ. ნუ თუ ეხა პროკურატურა მოიღებს მოწყალებას და გირაო შეუპარდებს, შეიძლება გამოვიდნენ რამდენიმე თვეში. მაგრამ საქმე არის რაღაცა 10 წლიანი, 11 წლიანი მუხლით იწყება მათ წინააღმდეგ. რას ემსახურება ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ? ძალიან მიჭირს მე ზოგადად ეხა მთელი დღის განმავლობაში ფიქრობ, აი რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ეხა ის იმდენად ზოგადად აბსურდული თემა არის ეხლა მით უმეტეს, ნუ რაღაც ამდენითვის მე როცა ესენი ციხეში არიან ჯერ რისი გულისთვის არიან ციხეში, ეგეც სასაცილოა ზოგადად არ ვიცი აქ. ადამიანები, ნუ მაინც მე რაღაცა ჩემი მიმართულებით შევხედავ, ეს ბიზნესისთვის ყველაზე მტკივნეული არის, როცა შენ ფულს პარავენ. ანუ ნებისმიერი კორუფცია იქნება სისხლის თანხის გათეთრების გათეთრება იქნება თუ ასე შემდეგ რა ხდება, რომ განსაკუთრებით ბიზნესისთვის რატომ მტკივნეულია, ის არის გადასახადის გადამხდელი. მისთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც კორუფცია ხდება, იმიტომ რომ ის მიერ გადახდილი გადასახადები უნდა ხმარდებოდეს ქვეყნის განვითარებას, უნდა ხმარდებოდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების განვითარებას უნდა ხმარდებოდეს ასე შემდეგ, მაგრამ ეს თანხები მიდის სხვა მიმართულებით და ჩვენ იმასაც ხედავთ, ხო, რომ ეგი ადამიანს, რომელსაც ედავებიან არ ვიცი რაღაცა 20 მილიონის გათეთრებას თუ ასე შემდეგ და სახში უპოვეს 6 მილიონი დოლარი ქეშით დღევანდელ რეალობაში არ ვიცი ხა წარმოუდგენელი არის ესეთი რამ და ის ადამიანი დადის გირაოს ქვეშ 1 მილიონი შეუფარდეს კიდე გირაო ანუ უბრალოდ ხალხს დაცინიან და ამ დროს პენსიონერებს პირბადის ტარების გამო ვიჭერენ ხა პოლიტიკურ ლიდერებს აღარ მაქვს საუბარი იმიტომ რომ მათთვის ხა პოლიტიკურ ლიდერების განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ რეალურად დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ეს ლიდერები ძალიან ნაკლია ჩვენ ამას კარგად ხედავთ იმიტომ რომ იგივე მე არ შემიძლია არ შევეხო პარტიას რომელიც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შევიდა რომელმაც აბსოლუტურად თავის ლუსტრირება მოახდინა და ძალიან სამარცხვინო იყო და ამდენ თვიანი ფაქტიურად თითქოს რაღაც ერთობაზე როდესაც საუბრობდით და რაღაც ერთიანად და ასე შემდეგ ჩამოშალა ვფიქრობ რომ ეს ძალიან ცუდია და რეპუტაციულად ფაქტიურად თავი დაისამარა პოლიტიკურ ველზე მისი ადგილი აუცილებლად როდესაც ეს მომენტი დადგება და პირიქით უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი დღევანდელი კიდე უფრო მეტი რაღაცა აბსურდული ბრიფინგის მერე რა თქმა უნდა აღარ იქნება ხა რა შეეხება თვითონ თემას აუცილებელი აქ ხაზი გაუსვათ რომ ვითომ აი ხა აჩვენებენ რომ აი ევროკავშირის სანქციები ხო ხედავთ სანქციები არ მუშაობს კი ბატონო სანქციები თუ არ მუშაობს რიგრიგობით რო გამოდიან ბოლო დღეების განმავლობაში რომ აი და დღეს ბრიფინგი მოგოს თურმე 300 ადამიანი ქართული ოცნების როგორც მომხრე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აგრეთვე მაღალი რანგის ჩინოვნიკები დასანქცირებულები რო არიან ანუ არ მუშაობს და არ გვაწუხებს მაგრამ ამ დროს აწუხებთ და თურმე ამიტომ ესე იგი არის 9 წლიანი ანუ ესე იგი მაშინ ეხლა რომ ჩამოყვნენ აი ზოგადად ნახეთ პოსტები არის მაგალითად ერთ-ერთი ესეთი პოსტს მაგალითად მოყვან ალბათ შეიძლება მეც მომედაონ მიუძღვენი ეგრევე მოვთაგე ამერიკის საელჩო ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა როდესაც ჩვენი კოალიციის ოფისთან მოვიდნენ ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ იქ ცემდნენ ჟურნალისტებს იქ ცემდნენ გამვლელებს ხელოვან ადამიანებს და ჩვენთან ოფისში ამოვიდნენ, ამოსვლას აპირებდნენ და ჩვენი კოალიციის წევრები ქვევით სასიკვდილოდ გაიმედეს ფაქტიურად და მოუნიშნეს. ესე იგი,
რა გამოდის, რა ინფორმაცია მივაწვეზე კი. ნახეთ, ერთ-ერთი ბრალდება არის ის, რომ დაახლოებით აწვდიდნენ სიებს იმ ხალხის, ვინც დასასანქცირებელია. რა მიწოდება უნდა? პრულ საქმიანობაში და რაღაც საბოტაჟში. რა მიწოდებაზე ვლაპარაკობთ, ეს ტიპები თვითონ ისაქცირებენ თავს ახლა. სხვანაირად ვერ უწოდებ ახლა ესენი მართლა ტიპები არიან, აი თავიანთი გამოსვლები, თავიანთი ქმედებებით, ახლა როგორ ფიქრობ, კაი გავიგე აქ რომ ძალიან მაგრად მუშაობს რუსული FSB და ყველაფერი და ხელის გულზე აწვდიან, მაგრამ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჩვენ ამერიკელი პარტნიორები, ევროპელი პარტნიორები აქ ზოგადად არ უკვირდებიან და არ უყურებენ ქართული ოცნების პროპაგანდისტები რას აკეთებენ, იგივე ბიზნეს წარმომადგენლები იქნებიან თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო ჩინოვნიკები არ უსმენენ, რამე გადათარგმნა ჭირდებათ და ვინმეს მიწერა. აქ შეიძლება უფრო სიღრმისეულად რა თქმა უნდა ხა ვაწვდიდით და ყველა პარტია აწვდიდა ინფორმაციას, რომ აი ეს ხდება, ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენ რომ აი ეს არის არასწორი, რომ აი დღეს ეს გააკეთეს, ეს დაიჭირეს, ეს მოხდა, ეს აქ არ ვიცი ხა ეს წარმოუდგენელი ბოდვა უბრალოდ ხა რაზე საუბრობთ ხა ამას რომ სერიოზულად შევხედო, ეს კიდევ ერთხელ პირიქით კარგია და მოწმობთან ხო ხედავთ რომ აი საპატიმრო გირაოთი არ შედიან აქ რომ ზურას რამდენიმე ერთ თვეში უწევს დაახლოებით გამოსვლა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ლიდერები ამ პროცესებში ჩაერთონ და ალბათ დაახლოებით ალბათ თებერვალ-მარტის თვეში უწევს ნიკასაც და იანვარ-თებერვალში უწევთ ორივეს გამოსვლა. ხო, შეიძლება გადაიფიქრონ და პირდაპირ საპატიმრო. ხო, ეს კიდე უფრო მგონია რაღაც აი დასაშინებლად არის გაკეთებული და კიდე ალბათ აი სავაჭროს აი იცი რა ეგ სიტყვაც ეხლა პრეზიდენტ სალონზრომიშვილს ეს თქვა და მე სინაბლუქში ეს თქვი რომ აი ესეთი ტაქტიკა აქვს ივანიშვილს რომ დასავლეთიდან რაღაცა მკაცრი განცხადება თუ იქნება რამე მომაწვევით მე უარეს ჩავიდე. აი ასე შევება. გავიგე, მაგრამ ნახეთ ფაქტი არის რომ იქიდან სავაჭროთ არავინ არ მოდის. ფაქტი არის იქიდან უფრო და უფრო მკაცრდება, აქ ლეგიტიმაცია არ აქვს და კიდე ერთხელ მოდით ნახე აი ყოველთვის რაღაცა შედარებებზე რომ მივდივართ. ჩვენ ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევედრებით, იგივე ვერც მადუროს, ვერც ლუკაშენკოს ვერ შევედრებით. ეხა ორი ყველაზე ისეთი ძლიერი ქვეყანა ხა ძალიან გამეჭირდება ვთქვათ იგივე დიქტატორი ესეთი რანგის უწოდო ორბანს, მაგრამ აი ვთქვათ მადურო ვთქვათ ლუკაშენკო ავიღოთ, მაგრამ იმათ სხვა რესურსი აქვთ. ისინი ზიან ერთი ზის ნავთობზე, მეორე შიდა ეკონომიკა იმდენადაა განვითარებული, რომ მას ამის საფრთხე არ ემუქრება და გარკვეულწილად ლუკაშენკოს ახლა ტრამპი ევაჭრა პატიმრების გათავისუფლებას. შეიძლება ივანიშვილსაც იმედი აქვს რომ ეს ფაქტია ევაჭრა და დადებითისკენ წავიდა კიდევაც და ვნახეთ რომ ხა ლუკაშენკოს გავლენები და სიძლიერე გაცილებით უფრო მეტი არის ვიდრე დღეს აქ ქართული ოცნების და ხა ლუკაშენკომ იქ ერთ თვეში დაასრულა თითქმის ყველაფერი, მაგრამ აქ ხედავთ რომ წელიწადზე მეტია უკვე საპროტესტო ტალღა მიდის და ხა თუ კი ვინმე ნაღები საზოგადოება არის ამ ქვეყნის, ყველა ამას აცნობიერებს, ყველა გარეთ გამოდის და ფაქტიურად ხედავთ რომ არავის არ ეშინია უკვე ეს რაღაც ეს დაჭერაც თვითონ ხედავენ ძალიან მარტივ სიტყვას ვიხმარო გაუტრუხდათ უკვე ეს დაჭერებით, დაიჭერენ, გამოუშვებენ. კაი, ორი ვიღაცა ორი კვირა ჯდება, ვიღაც 3 დღე ჯდება. ფაქტიურად როტაციის პრინციპით მიდის მოუმატებენ ახლა ხო ის მეორეჯერ გიზგადაკეთება უკვე ერთი წელია. მნიშვნელოვანი ის არის რომ ერთი წელი ყველა ვეღარ ჩაჯდება და ქართული ოცნების მომხრეები თვითონვე არიან უკვე უკმაყოფილო, იმიტომ რომ რაის რაღაც 9 წლიანი სისხლიანი და სისულელეების ბოდვა, ანალოგი ალბათ დღეს რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში მართლა როცა 37 წლის რეპრესიები იყო, მაშინ ხდებოდა და სხვა უბრალოდ აქ ხო შედარება ვერ იქნება. ხა ფაქტია, მე რა ვკარგავთ ევროპას. ევროპა კიდე ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ჩვენ ძვირფას მოსახლეობას აუხსნა, რომ არის 500 მილიონიანი ბაზარი. 500 მილიონიან ბაზარზე წვდომა აი ნახეთ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე რომ აი რუსეთი და რუსეთი მნიშვნელოვანი, რუსეთი პირობითად არის 200 მილიონი. ევროპა არ არის მაგდენის. მაგრამ აი ვთქვა 140 მილიონი არის. ევროპა არის 500 მილიონი. ევროპა მაგ მართლა იმაში კი არ ჩადო რომ ვიღაც თავის აგენტები ყოლოდა. აქ აგენტი არავის არაფერში არ ჭირდება. აქ ყოველ სარკესავი ცხადია ყველაფერი. ევროპამ და ამერიკამაც აქ ფული ჩადეს ქვეყნის განვითარებაში და სწავლაში, რაც თავარი არის და რამდენი პროექტი არის
გაკეთებული ევროკავშირის ხარდაჭერით, აი მივიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება, აწარმოე საქართველოს იქნება, ანუ უზარმაზარი პროექტები არის განხორციელებული და ძალიან დიდი თანხები არის აგრეთვე განვითარებაში ჩადებული და მათ შორის მე პირდაპირ ვიტყვი, როცა ასოციაციის პრეზიდენტი ვიყავი, იყო SAIP ესეთი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარებოდა, რომ ასოციაციები მოძლიერებულიყავი და ასოციაციების როლი წამოჭრილი ყოფილიყო, რომ ბიზნესისთვის დახმარება გაგვეწიო, ყოფილიყო რა ასოციაცია არის რგოლი, რომელიც ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტას ეხმარება მთავრობა, თქვენი აზრით. ანუ ამას ყველას აგენტებს უწოდებენ, ეს არის სრული აბსურდი, ეს არის სრული ბოდვა და არა აქ პასუხი უნდა იყოს ოპოზიცია რომ მოიქცეს ლიდერები ციხეში არიან ოპოზიცია დაქსაქსულია ფაქტურად პოლიტიკურ ველიდან გამქრალია გაერთიანება ვერ ხერხდება ყველა გაერთიანებას ლაპარაკობს მაგრამ ვერ ხერხდება და როგორ უნდა მოიქცეს მე აქ შემიძლია ამაყავ თქვა რომ კოალიცია რომელიც არის რომელსაც ქვია ცვლილებისთვის რომელსაც დღეს მე თქვენთან წარმოვადგენ არის ალბათ ერთადერთი რომელიც ველზე დარჩა რომელიც არ დაიქსაქსა და რომელიც არ დაიშალა და რომელიც თავიდან ბოლომდე იმ პრინციპების მომხრე არის რომ არ გაუპრავა დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეს არჩევნები ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით ყველასთან დიალოგის ყოველთვის თქვა არასდროს არ წამოგვიწევია რომ ჩვენ გვინდა პრემიერობის კანდიდატი ჩვენ გვინდა მინისტრო პირიქით ყოველთვის ღია ვიყავ და ყოველთვის მომხრე ვიყავთ რომ დიალოგში შევსულიყავით და რაღაცა საერთო კონსენსუსამდე მივსულიყავით მაგრამ სამწუხაროდ გახარიან გვანახა თავის სახე ძალიან სამწუხარო არის ეხა ჩემი ხედვა არის ეს და რომ ზოგადად ლელო ამ ძალიან ბინძურ თამაშში შეყვა იმიტომ რომ თუ არ ვაღიარებთ საარჩევნო კომისიას რომელზეც ვიძახით რომ გაგვიყალბა არჩევნები რა ხა თვითმმართველობას არ გაგიყალბებდა ანუ ფაქტიურად უარესი გააკეთა და თქვა ძალიან ცუდი იყო და ის შედეგიც ამას მოწმობს ზუსტად რომ თავიანთი მომხრეები ფაქტიურად გაუნახევრდნენ და არ მივიდნენ ხა იმაზე საუბარი ოპოზიცია რომ იმ წუთას ერთიანი ყოფილიყავით მეტი მოვიდოდა რა თქმა უნდა აბსურდული არის და ჩვენ ზუსტად ვიცით რომ პირიქით წამგებიან თამაში იქნებოდა ამიტომ ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა მის რესურსი ყოველთვის არის დარჩენილი და პირიქით ჩვენი კარი ღია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერი გამოცდილი ადამიანის აქ არ არის მარტო ხა ჩვენ მარტო პოლიტიკოსებზე ხო არ ვდგევართ აქ თელი ერი ერთად თუ არ დავდექით ყველა გამოცდილი ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით ხელოვანი იქნება ეს არ ვიცი სპორტის მიმართულებით სულ არის ეს რაღაცა ქიშპი ისა ყველა საუბრობს უნდა იყოს ერთიანი თქო სასალკე ყველას დაიჭერს ყველას ციხეში ჩასვამს ვერაფერი წაღავს ვერ გავწევ აი მაგალითად წინა დღეს სააკაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სადაც აი თქვენს კოალიციაზე საერთოდ ეს სასიამოვნო საუბრობდაო შაშანდელ არჩევნებაზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი რომელიც ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-იდან განსხვავებით მულტიმილიონერი და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის საქართველოს ბანკი. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდე გადახლართული ივანიშვილთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან, რომლის ფურსის რეცხავს. როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში. გილაურმა თავის ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება და ასე შემდეგ. ნუ კაი ნახეთ მაშინ გავიგე. სად არის ეს გილაური? მე ვერ გეტყვით ნამდვილად. თქვენი ის იყო ასე თქვა. არ მქონია მასთან ესე უშუალოდ პირდაპირ შეხება არც პარტიულად და არც ასე შემდეგ, გარდა ვთქვათ ბიზნესში ხვედრისა სადაც უბრალოდ ხმა. მასთან უბრალოდ ნაცნობობა მაკავშირებს, სხვა ნამდვილად არაფერი არ მაკავშირებს და რო გამოვკვეთო გვილაურის როლი ესე კონკრეტულად ჩვენ პარტიაში მე გამიჭირდება და ნამდვილად ამას ესე საუბარია რომ ფული მისი იყო ვერ ვიტყვი ხო ნუ არ ვიცი ხა რამდენად ესე იყო დაზუსტებით მე გამიჭირდება ამის გაკეთება იმიტომ რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავდა ჩვენ პარტიაზე და ფაქტი არის და გამოჩნდა კიდევ შედეგებით ასე რომ ნუ ძალიან ცუდია ეგ რა თქმა უნდა ეგ დამაზიანებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი მაგრამ თუმცა ჩვენ ისევ და ისევ ვიტყვი რომ ღია ვართ ძალიან ისე თამამად ვიტყვი რომ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ანუ ჩვენგან ანალოგიური განცხადებები ნამდვილად არ ყოფილა და ბოლო დღეები არის ხო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი განცხადებები მოდის სამწუხარო არის რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტისგან ესეთი რაღაც ცუდი ტონით მოდის და მით უმეტეს ესე მოიხსენიებს იმიტომ რომ იქ პირიქით ერთობაზე შეიძლება რა თქმა უნდა ყოფილიყო და კი რაღაცა მყარად ვიდექით ჩვენც ნაციონალური მოძრაობად მათ შორის რაღაცა ლელოც რა თქმა უნდა იქ ცოტა ურჭოფობდა გახარია და ფაქტის ახეზე არის მან სიები არ ჩახსნა და ანუ მიიღო ის შედეგი მივიღეთ ის რაც საკრული სამწუხაროდ ჰქონდა ამიტომ ვთქვათ ისევ ნახეთ ანუ მე შემიძლია ჩემი პარტიის ჩვენი კოალიციის პარტიის არ ვიტყოდეს კოალიციის სახელით ვილაპარაკო რომ ვთქვათ ჩვენი განცხადებები თქვა დამაზიანებელი არის ჩვენ არავის თავს არ ვესხმით ჩვენ უბრალოდ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ რა არის სწორი რა არის არასწორი რა თქმა უნდა გახარია რომ შევიდა არასწორია და ყოველთვის დავაფიქსირებთ ეს თავდასხმა არ არის მაგრამ ეხა
ის რომ დღეს ქართულ ოცნებას ფაქტიურად ლეგიტიმაციას ამით აძლევს, ფაქტია ხო, იმიტომ რომ პირდაპირ ხა როდესაც იქ ერთ-ერთ შესულს უკვე ეგრეთ წოდებულ დეპუტატს კითხეს, რომ ანუ თუ იძახი არალეგიტიმურია თავმჯდომარე, თუ იძახი არალეგიტიმურია, შენ ვიხარ? ანუ ვერ გაცახასო ხო? ანუ ესეთი შენც არალეგიტიმური ხარ, მაშინ რატო შემოხვედი? ანუ სრულიად ლოგიკურია პირიქით. ხო და ამ ვითარებაში მომხრევარ ვესაუბროთ ნებისმიერ პარტიაზე, არ ვიცი ხა, იმიტომ რომ მომავალი როგორ წარმოგიდგენთ პოლიტიკურ პროცესში ოპოზიცია აღარ არის ფაქტობრივად. არის ხალხი, ოცნება და ხალხი. მე ამიტომ დავიწყე, რომ ჩვენ საკმაოდ ისე ძიმედ განვიცდით ლიდერების არ ყოფნას, იმიტომ რომ ჩვენი ლიდერები მე ვიტყოდი, რომ ამენც ქმნიან და სწორედ დღევანდელი ბრიფინგიც ამას ემსახურებოდა, სწორედ ის გეგმები, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ რაც შეიძლება გრძელვადიანით ჩატოვოს, ამას ემსახურება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ მოხდება, საკმაოდ ისეთი კაცრი რეაგირება იქნება უკვე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და ნამდვილად ალაგდება პოლიტიკურ ველზე ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს რა წყობაც არის დამერწმუნეთ, რომ მე არაერთ ქართული ოცნების მომხრეს, ისეთ ხმალამოღებულ მომხრეს ვიცნობ და წლები ურთიერთობა მაქვს, მაგრამ დღეს ნამდვილად არავინ კმაყოფილი არ არის იმით რაც ხდება, იმიტომ რომ თვითონვე ხედავენ, რომ თავიანთი მომავალიც იხურება, ხა ნამდვილად არავის არ უნდა რომ ასოცირებული იყოს იმ კრიმინალთან, რაც დღეს ხდება და ხედავთ, რომ ყოველდღიურად რაღაც უბედურებები ხდება, კრიმინალური გარჩევები არის, ნარკოტიკზე აღარ მაქვს საუბარი და ძალიან კარგია ვთქვათ, რომ დღეს დაიწყო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ რაღაცა ყოველდღიურად ამდე რაღაცა ნარკოტიკს ოულობენ, მაგრამ იცი და ეხა მანდაც კითხვის ნიშნები შთება, რომ ეხა შეიცვალა. მაშინ მოდი წინა მინისტრს აუცილებლად უნდა მოვკითხოთ. 60 წელი რა ხდებოდა, ხო, ამ მიმართულებით. წინა მინისტრს, რომელიც მაგნიცკის სიაშია და ეს არის შავი ლაქა ჩვენი ქვეყნისთვის და აი არავის არ უსურვებს, ტერსაც არ უსურვებს, რომ მაგნიცკის სიაში მოხდეს, იმიტომ რომ კეთროვანი არის და ზოგადად ანუ გვარითაც კი უკვე, ანუ მისი გვარიც კი ძალიან ცუდთან დაკავშირებული არის. ესე იგი, ამდენი ხანი არაფერი არ უკეთებთ, ამდენი ხანი კრიმინალი ბოგინობდა თურმე და გარდა ამისა, ნუ იგივე სუსზე რომ ეხლა აღმოაჩინეს, რომ 2021 წლიდან თუ 20 წლიდან და ასე შემდეგ პრობლემები იყო, ეხლა აღმოაჩინეს, რომ თურმე 2 მილიარდი ხალხო, 2 მილიარდი კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, რომ არის თბილისის 1 წლის ბიუჯეტზე, მე თბილისის 1 წლის ბიუჯეტი არის მილიარდ 700 მილიონი. 2 მილიარდი 2 წელიწადში ქვეყანაში ისე შემოვიდა, ანუ არ ვიცი, რა ვიცი, არ ვერაფერს ვერ შევადარებ, ეს იმდენად აბსურდულია და არ იცოდენ? არ არსებული არის. ანუ ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ყველაფერი კარგად გქონდათ, ისე იგივე ჟარგონებს ვიხმარ, გაიაცნებული, ზუსტად იცოდნენ რა, როგორ, რანაირად, უბრალოდ ეხა რაღაცა მომენტი დაჭირდათ, ვიღაცების გაფუჭება დაჭირდათ, რაღაცისთვის დაჭირდათ, რომ აჩვენონ, მაგრამ მე ისე მგონია რაღაცა კუთხით ველს ასუფთავებს ბატონი ივანიშვილი, იმიტომ რომ აუცილებლად ხვალდაზე, როდესაც რაღაცა მომენტი დადგება და ეს ძალიან მალე მოხდება, მას არ ჭირდება, რომ აქ შავი ლაქები, შავი ხვრელები დარჩეს, რომელიც მასვე მოუბრუნდება ძალიან ცუდად. ამიტომ მე უფრო აქით ვიხრები და ძალიან ოპტიმისტურად ვარ, მიუხედავად დღევანდელი ბრიფინგისა, რომ თითქოს ვაიმე რაღაც მოხდა, ანუ არაფერი არ მოხდა, ანუ მორიგი ბუდვა არის, რომელიც ანუ ჩვეულებრივად ჩაივლის და ვფიქრობ, რომ პირიქით გაცილებით უფრო მეტად დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ უნდა წარდგინოს. მადლობა დედი, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ივაჭყონია იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი. მე გემშვიდობებით 1 საათით 9:30 დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.